ზოლებისთვის პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა გითხრათ გუშინ გავრცელებული ინფორმაციაზე რომ თქვენ დატოვეთ თანამდებობა კონკრეტულად რა გახდა მიზეზი და სადაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყვეტი მომენტია ჩემთვის ამ თანამდებობის დატოვებიდან გამომდინარე ნამდვილად მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო 2 წელი იყო ჩემთვის ჩემი გუნდისთვის და ზოგადად ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოში თუმცა მე ვფიქრობ რომ დღევანდელ დღეს არა მარტო სახელმწიფოდან სახელმწიფოს მხრიდან არამედ კერძო სექტორიდანაც ძალიან მნიშვნელოვანი არის წვილი შეტანა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში არანაკლები წვილი შეტანა შეუძლია კერძო სექტორს და ვფიქრობ რომ საკმაოდ ბევრი შესაძლებლობებია და აქედან გამომდინარე მე როცა ამ თანამდებობაზე მოვდიოდი რა თქმა უნდა ვიცოდი რომ არ იყო ეს მუდმივი ეს იყო რა თქმა უნდა დროებითი და ამჯერად ყველაზე კარგი ეტაპი არის რომ გავაგრძელო ასე ვთქვათ მუშაობა უკვე კერძო სექტორში ამავე ინდუსტრიაში რა თქმა უნდა. ეს იყო თქვენი ინიციატივა თუ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის? ეს იყო ნამდვილად ჩემი ინიციატივა. და რამდენად შესაძლებელია ორი სიტყვით რომ გითხრათ იმ პროექტების შესახებ, წარმატებული პროექტების შესახებ, რომელიც თქვენი დეპარტამენტის ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელდა და რა პრობლემები იყო ამ პერიოდის განმავლობაში ისიც ბოლო წლები ზოგადად ტურიზმის განვითარებისთვის რა თქმა უნდა იყო ძალიან საინტერესო წლები მე ვფიქრობ რომ და ნამდვილად ვფიქრობ რომ გამიმართლა იქიდან გამომდინარე მქონდა პატივი ამ პროცესში გარკვეული ცირეოდენი წვილი მაინც შემეტანა მე და ჩემს გუნდს მეორე მხრივ რა თქმა უნდა იყო მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სექტორი იყო ვინაიდან იყო საკმაოდ პრიორიტეტი იყო ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტყოდი და რა თქმა უნდა იყო ძალიან ბევრი პროექტები განხორციელებული არა მარტო შიდა ტურიზმის მაგალითად განვითარებისთვის არამედ საკმაოდ აქტიური მიდგომა ჰქონდა საერთაშორისო მარკეტინგის მხრივ როცა მიზნობრივ ბაზრებთან მიმართებაში ეს იყო საკმაოდ აგრესიული სარეკლამო და პიარ კამპანიები არა მარტო რომ მოგვემატებინა ტურისტების რაოდენობა მიზნობრივი ბაზრებიდან არამედ ახალ ბაზრებზე შევსულიყავით იყო ასევე ახალი ტურისტული მიმართულებების და პროდუქტების ჩამოყალიბება როგორც მაგალითად ღვინის და კულინარიის ტურიზმში იყო სათავგადასავლო ტურიზმი იყო სრულიად ახალი მიმართულება წამოწყებული მაის ტურიზმის გახით რომელიც არის იგივე საქმიანი ტურიზმი ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ სხვადასხვა ტიპის სეგმენტებზე გავსულიყავით კონკრეტულად ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციით იყო საკმაოდ ბევრი პროექტები ინფრასტრუქტურული კონკრეტულად ჩვენი ადმინისტრაციიდან იყო მცირე საინფორმაციო ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა არა მარტო მანიშნებლები და საინტერპრეტაციო დაფები არამედ მაგალითად 15 ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულ რეგიონებში მეორე მხრივ რა თქმა უნდა ქვეყნის მასშტაბით ასევე ხორციელდებოდა მასშტაბური ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გამოვყოფდი მაგალითად მესტის ზამთრის კურორტად ჩამოყალიბებას ანაკლის ასე ვთქვათ შავი ზღვის ზოლის მაქსიმალურად ათვისება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ამიტომ ანაკლის ზღვის კურორტის შექმნა იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო მსოფლიო ბანკთან ერთად წამოწყებული პროექტები რომელიც ასევე გრძელდება და მიმდინარეობს როგორც კახეთში ასევე იმერეთში მეორე მხრივ რა თქმა უნდა წამოწყებული იქნა ევროკავშირთან დაძმობილების პროექტი კანონმდებლობის მხრივ დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარების რომ მქონდეთ საკმაოდ ძლიერი კანონმდებლობა ასევე მიმდინარეობს რეგიონალური მართვის ოფისების შექმნა იგივე ამ twinning-ის პროექტის ფარგლებში რაც ითვალისწინებს რეგიონების დონეზე პროცესის დეცენტრალიზაციას რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური განვითარებისთვის და მეორე მხრივ რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაწილი რომ ეს დღესდღეობით კვლავ რჩება მომდევნო წლების გამოწვევისთვის არის ადამიანური რესურსების კვალიფიკაცია და უნარები ამ სფეროში და ზოგადად მომსახურების ხარისხი რაც ვფიქრობთ რომ საკმაოდ ბევრი პროექტები იქნა ასევე წამოწყებული ამ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მაგრამ ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი ამოცანა და მნიშვნელოვანი არის რომ გაგრძელდეს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პლატფორმების შექმნა ამ სფეროში. იყო უზარმაზარი სარეკლამო PR კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე, მაგალითად
ახლახანს იყო პოლონეთი, იყო ისრაელი, იყო ბალტიისპირა ქვეყნებში, რა თქმა უნდა, იყო მეზობელ ქვეყნებში მნიშვნელოვანი იყო ეს კამპანიები. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში ქვეყნის სახელის გატანა საზღვრების გარეთ. დღევანდელ დღეს საკმაოდ დიდი კონკურენცია არის საერთაშორისო ბაზრებზე, ძალიან ბევრი ქვეყანა იბრძვის ერთი და იგივე ბაზრის წილზე და რა თქმა უნდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ როგორც ტურისტული ქვეყანა წარმოჩენილიყო, ცნობადობა გაზრდილიყო ქვეყნის როგორც ტურისტული მიმართულების და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აგვეთვისებინა ახალი ბაზრებიც არა მარტო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, არამედ შორეულ ქვეყნებშიც, როგორიც არის მაგალითად იაპონია, ჩინეთი, ამერიკა. ამ ბაზრებზე გარკვეული აქტივობები ჩვენ უკვე გვქონდა წამოწყებული, რაც იყო მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ შორეული ქვეყნები მაგალითად წარმოადგენენ მსოფლიოს მოსახლეობის თუნდაც 60%-ს. ხშირად ისმის კითხვები, რატომ ტურიზმი, რატომ საქართველოში? არ ვიტყვი და აღარ გავიმეორებ იმას, რომ საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სექტორი არის, იმიტომ რომ აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ეს პოტენციალი ალბათ ყველა ადამიანს ექნება აღქმული, ვინც ცოტა ოდნავ მაინც თავის საკუთარ ქვეყანას იცნობს და უმოგზაურია ქვეყნის ფარგლებში. მეორეს მხრივ, ტურიზმი დღევანდელ დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ინდუსტრია არის მსოფლიოს ქვეყნებში. დასაქმების მხრივ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და თუნდაც დღევანდელი დროის ეკონომიკური კრიზისის დროს საკმაოდ ბევრი ქვეყანა პრიორიტეტს ანიჭებს ამ ინდუსტრიას, კონკრეტულად დასაქმების მხრივ, მაგალითად ესპანეთში, სადაც ეკონომიკა ნამდვილად სავალალო მდგომარეობაშია, ერთ-ერთი და ერთადერთი ინდუსტრია მზარდი დღევანდელ დღეს არის ტურიზმი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ტურიზმის წილი ქვეყნის გამოშვებაში, ტურისტული დანახარჯები, კონკრეტული შედეგები ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, იყო მიღწეული და შედეგებით უნდა ალბათ გავზომოთ ყველა ის აქტივობა, რაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში განვახორციელებთ. პირველ რიგში ეს იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. დღევანდელ დღეს თუნდაც 2011 წელს რომ შევადაროთ, სადღაც 56%-ია უკვე ზრდა, 2011-ში 2010-თან შედარებით ეს ზრდა იყო სადღაც 40%-მდე, 2010-ში უკვე 9 წელთან შედარებით იყო 38%-მდე, რაც საკმაოდ დიდი პროცენტული ზრდა არის. დღევანდელ დღეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ დაასახელა საქართველო ევროპაში პირველ ქვეყანად, სადაც ასეთი მზარდობა არის და რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დავფიქსირდეთ ასევე მსოფლიოში, როგორც ტურისტულ მიმართულებად, რომელსაც გარკვეული წარმატებები აქვს. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის ტურისტული დანახარჯები, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ გვემუშავა ისეთ ბაზრებზე, სადაც მაქსიმალურად შეიძლება გაზრდა ტურისტული დანახარჯების. დაახლოებით 2011 წელი რომ ავიღოთ ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურიზმის შემოსავალი იყო დაახლოებით $1 მილიარდ, რაც ქვეყნისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი შემოსავალი არის. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, იდეალური სექტორი არის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომ განვითარდეს ინვესტიციების მოზიდვისთვის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატალიზატორია, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, თუნდაც დღევანდელ დღეს როცა საუბარია სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ტურიზმი საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუნდაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ადგილობრივი პროდუქციის შიდა რეალიზაციაზე. არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური განვითარებისთვის, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს საქართველოში რეგიონებს უზარმაზარი პოტენციალი აქვთ ტურიზმის განხრით და რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონებში ქმნის საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავალს იმისათვის, რომ გაიუმჯობესონ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა. იქნა ძალიან ბევრი პროექტები, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელებული. შიდა ტურიზმი წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღერძს, რის საფუძველზეც ინდუსტრია უნდა განვითარებულიყო. აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდი ყურადღება ექცეოდა შიდა ტურიზმის განვითარებას, იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, კამპანიები ჩატარებული როგორც სასაფლაო, ასევე ზამთრის განმავლობაში და რეალურად მე ვფიქრობ, რომ ამ წლების განმავლობაში რომ შევაჯამოთ, გაკეთდა საკმაოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯები იმისათვის, რომ მომავალში ამ სექტორმა გააგრძელოს წინსვლა და უკვე უფრო ძირეული და საფუძვლიანი განვითარება. ალბათომე, თქვენ საუბრობთ ტურისტების რაოდენობის ზრდაზე. მე მინდა გკითხოთ,
არჩევნებამდე პერიოდში როგორი იყო ეს ზრდა და თუ შეინიშნება თქვა ტურისტების რაოდენობის შემცირება არჩევნების შემდეგ პერიოდში, იმიტომ რომ თქვენ აი ამ პერიოდშიც გიწევდათ ძალიან აქტიურად მუშაობა. ანუ რა იყო არჩევნებამდე და რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ, ესეც რომ ჩვენ საკმაოდ ახლოს ვადევნებდით თვალს ამ პროცესებს და მინდა აღნიშნო, რომ თვითონ ოქტომბერშიც, ნოემბერშიც, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდის და იყო საერთაშორისო ვიზიტორების. იყო გარკვეული გაუქმებები, ბრონების ოქტომბრის თვეში, უფრო მეორე ნახევარში, კონკრეტულად უფრო თბილისის სასტუმროებში, მაგრამ შემდგომში ჩვენი კვლევის შედეგად და სასტუმროებთან გასაუბრებისას ასევე გვითხრეს, რომ ვინაიდან ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი იყო ქვეყანაში ჩამოსული, ამითი ასე ვთქვათ მოხდა კომპენსაცია ამ გაუქმებული ბრონების. შემდგომში უკვე ნოემბერში კვლავ აღინიშნება საკმაოდ ძლიერი ზრდა. ნოემბრის ბოლოსთვის მონაცემები უკვე ქვეყნის 4 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა და ჩვენ რეალურად ჩვენი პროგნოზი არის, რომ ზრდის ტენდენცია მომდევნო 2 წლის განმავლობაში მაინც უნდა გაგრძელდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი პროექტი ჩვენ რაც გავახორციელებთ იყო არა მოკლევადიანი, არამედ გრძელ ვადებზეც გათვლილი და თუ მომავალში არ მოხდა ისეთი გარე ფაქტორების ზემოქმედება, როგორც არის სოციალურ-პოლიტიკური დაძაბულობა, ჩვენ პროგნოზირებთ, რომ ეს ინდუსტრია კვლავ გააგრძელებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ასევე შესაბამისი აქტივობები, რომ შენარჩუნდეს ეს და თუ არის თქვენთვის ცნობილი, ვინ დაიკავებს თანამდებობას? ამჯერად ჩემთვის არ არის ცნობილი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერჯერობით არ არის არჩეული ადამიანი. რა არის ის ძირითადი პრიორიტეტები, რაზეც თქვენ თვლით, რომ მან აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, რაც თქვათ, აქამდე გაკეთდა, არ დაიკარგოს და გაკეთდეს უფრო მეტი. თქვენი რა დიდი წელია რაც ხართ თავდებაზე და თუ არ ვცდები კონკურსის წესით იქნება? 2010 წლის აგვისტოს დავინიშნე მე თანამდებობაზე იყო ჩატარებული კონკურსის შედეგად რა თქმა უნდა გამოგზავნე ანუ კონკურსის პროცესში გამოგზავნილი იქნა ჩემს მიერ პროექტი, რის საფუძველზეც უკვე რა თქმა უნდა გავიმარჯვე შემდგომში უკვე და ჩამოვედი საქართველოში სადღაც აგვისტოს ბოლოსში. ანუ ზუსტად დაახლოებით ორ წელიწად ნახევარია უკვე რაც ამ პოზიციაზე ვარ და დღეს არის ბოლო სამუშაო დღე. მეორე მხრივ შემდეგ ხელმძღვანელობას რა თქმა უნდა პირველ რიგში ვუსურვებ წარმატებას იქიდან გამომდინარე რომ ამ სფეროში ნებისმიერი წინსვლა ჩემთვის იქნება ძალიან სასიხარულო. მეორე მხრივ რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა ამ ადამიანს საფუძვლად გამოეყენებინა ის წარმატებები და ის პრიორიტეტები, რაზეც მახულდებოდა ყურადღება წინა წლების განმავლობაში, იქიდან გამომდინარე რომ პროცესი გაგრძელდეს და გარკვეული მიმართულებები განვითარება თუნდაც თავიდან არ დაიწყოს. რა თქმა უნდა არის ძალიან ბევრი გამოწვევები არა მარტო განათლების ხარისხის მხრივ და ადამიანური რესურსების მხრივ, არის იგივე მომსახურების ხარისხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და დღევანდელ დღეს ვიტყოდი აქილევსის ქუსლია ტურიზმის ინდუსტრიაში. მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის ბოლომდე მივყვეთ ევროკავშირის დაზმობილების თვინინგის პროექტს, სადაც არის გათვალისწინებული კანონმდებლობა. კანონმდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს საფუძვლიანი და მდგრადი განვითარება ამ ინდუსტრიის მომავალში და ასევე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია კანონმდებლობა უფრო მეტად დაიხვეწოს მომავალში, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ იმ შემოსული დანახარჯებიდან მაქსიმალური ასე ვთქვათ ეფექტი იქცნონ თავიანთ თავზეც. რეალურად სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არანაირი მინიშნება არ ყოფილა. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელეთ მუშაობა. იმ პერიოდში იყო საკმაოდ დატვირთული პერიოდი ჩვენთვის, აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, პირდაპირ საქმეზე გადავედით. მე კონკრეტულად ეკონომიკის მინისტრი ერთხელ მყავს ნანახი, თუმცა ჩვენი კურატორი იყო მისი პირველი მოადგილე ძიმა ქუმსიშვილი და ნამდვილად სამართლიანი რომ ვიყო, მინდა აღვნიშნო, მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ამ პერიოდის განმავლობაში კონკრეტულად ამ სფეროს და ჩემი ასე ვთქვათ თავარი მიზანი ერთი იყო რომ გადამებარებინა ყველაფერი, მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ყველა ის ვალდებულება რაც აღებული მქონდა წლის განმავლობაში ნამდვილად იყო დიდი სურვილი რომ ბოლომდე მიმეყვანე და სწორედ ამიტომ დავწერე მე განცხადება 1 იანვრიდან.
აბსოლუტურად ყველა ჩემი გუნდის წევრები არიან და დღეს კიდევ მუშაობენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში და ნამდვილად შემდგომ ხელმძღვანელობას ვურჩევ, რომ ეს გუნდი შეინარჩუნოს, იქიდან გამომდინარე საკმაოდ ძლიერი გუნდია, გამოცდილი გუნდია ეს და ნამდვილად დასაფასებელი სამუშაო გაწიეს ამ წლების განმავლობაში. მადლობა.